დააბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად სანამ მას წარმოადგენს ძალიან საინტერესო ინფორმაციის შესახებ უნდა გითხრათ. საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ 2005 წლიდან 2006 წლიდან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით უამრავი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტითი პროგრამა განახორციელა. ოღონდ ეს ყველაფერი ხდებოდა ქვეყნის შიგნით და ახლა არის სიახლე სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესის განერგვას ემსახურება. მსოფლიო ასპარეზზე გადის და ეს მოხდება რამდენიმე დღეში. Starts უკვე ეს საინტერესო მოვლენა აპრილის დასაწყისიდან აიღებს. და აქვე წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები, ძალიან ბევრი ხართ. პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე აუცილებლად უნდა ამოვიკითხო მოკლედ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი შალვა გოგოლაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს წარმოგიდგენთ ასევე ლევან კიკალიშვილს და დავით ილურიძეს და რა თქმა უნდა ასევე კომაროვის სკოლის მასწავლებელს ნინო ნინოშვილს და 159 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ასევე ელგუჯა გუზიტაშვილს და რა თქმა უნდა იმ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც ამ ყველაფერში არიან ჩართულები. მოგესალმებით. დილომშვიდობისა, მადლობა სტუმრობისთვის. და პირველივე კითხვით მოკლედ დავიწყოთ. სასკოლო სპორტი ბუნებრივია დაკავშირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან, მის პროპაგანდასთან და საინტერესოა ამ კუთხით რა პროექტი ხორციელდება, რა პროექტი განხორციელებულა უკვე და საერთოდ მოკლედ რომ მოგვიყვეთ ამ ყველაფრის არსის შესახებ. დავიწყოთ თქვენგან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. როგორც მოგესალმებათ, სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტი არის მასობრივი სპორტის განვითარება და მასობრივი სპორტის განვითარება, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდების და ჩვენი სკოლის მოწაფეების გარეშე არ არსებობს. ამიტომ ჩვენს მიერ შარშან 2015 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რათა ჩვენ ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ამას ორგანიზებას გაუკეთებდა, დაგვეფინანსებინა და დავიწყეთ საპილოტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა 4 სპორტის სხვადასხვა სახეობაში სასკოლო ოლიმპიადის ჩატარებას. საპილოტო პროგრამამ ახლა საინტერესო ჩატარდა, 10,000 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ჩვენ ბანაკში, რომელიც მდებარეობს ანაკლიაში, იქ ეწყობა ფინალური ეტაპები და გამოვლდნენ მოგებულები და აი დღეს უკვე ამ დღეებში გაემგზავრებიან უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა სპორტის სახეობაში. რა თქმა უნდა, ვინაიდან ეს პროექტი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული და ძალიან დიდი ჩართულობა გამოიწვია, წელს უკვე ჩვენ ეს პროექტი გაიზარდა, დაახლოებით ვფიქრობთ, რომ 60,000 ბავშვამდე მიიღებს უკვე მონაწილეობას 7 სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ანალოგიურად ყველა ეს ბავშვი, როდესაც გამოვლინდებიან ესე თუ ის სკოლის გამარჯვებულები უკვე 2017 წელს გაემგზავრებიან ანალოგიურად მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა სპორტ სახეობაში და რა ვიცი, ჩვენ ვფიქრობთ, მომავალ წელს უფრო მეტი ბავშვი იქნება ჩართული, უფრო მასობრივი გახდება ეს, გამოხმაურება ძალიან დიდია, ყველა სკოლას უკვე ინტერესი აქვს, რათა უკვე ამ სასკოლო ოლიმპიადის მონაწილენი გახდე და რა ვიცი, ჩვენ სამინისტროს მხრიდან ყოველთვის არის ხელშეწყობა, კი მხარდაჭერა და არაერთი პროექტი განხორციელებულა უკვე ჩვენს ქვეყანაში, ფარგლებს შიგნით და მაინტერესებს ასევე როგორ გახდა მსოფლიო ასპარეზზე ამ პროექტის გატანა შესაძლებელი. რატომ მოხდა ესე? იგი პასუხით მოგესალმებით. ეს არის საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაცია, ესეთი არსებობს, რომლის წევრების ჩვენ 2014 წელს გავხდით. იქ ღებულობენ მსოფლიო მასშტაბით 150 ქვეყანასა მეტი მონაწილეობის წევრები არიან და ყოველ წელს სტარდება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატები სხვადასხვა სახეობაში, სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოს მათ შორის მოხდა საბედნიეროდ 2015 წლიდან. შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ყოველ წელს ეს მე ვფიქრობ, ჩვენი შესაძლებლობა ყოველ წელს ბავშვებმა, მოსაკის ბავშვებმა მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და თან ძალიან დიდი პლუსი ის არის, რომ საქართველოს გარანტირებულად ყოველ წელს აქვს კვოტა თავისი ყველა სპორტის სახეობაში წარადგინოს სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახეობებში. ეს მე ვფიქრობ დიდი მიღწევაა. ძალიან საინტერესოა, მხრივაც რომ დარგობრივ სპორტის სახეობებს დაინტერესებს და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროგრამაში და ვფიქრობ, მასშტაბები დიდი იქნება ამ პროგრამას, როგორც საქართველოში, ისე. და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროგრამას და კონკრეტულად ამ აქტივობებს გვერდში ძალიან ბევრი ორგანიზაცია თუ სამინისტრო უდგას, მათ შორის არის განათლების სამინისტრო, ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. თქვენი ჩართულობა რა სახითაა ამ ყველაფერში?
ჩვენი ჩართულობა წარმოადგენს სწორედ სკოლების ჩართულობას და ეს პროექტი ორიენტირებულია სკოლებზე. ზოგადი განათლება მოგეხსენებათ მოიცავს ასევე ფიზიკური განათლების მიმართულებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეების ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას. ცდილობები პროექტის, როგორც თქვენ ბრძანეთ, წლების წინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში მხიარული სტარტების პროექტები განხორციელდა და ეს იყო ძალიან წარმატებული პროექტი. თუმცა უკვე ასაკის ზრდასთან ერთად მოსწავლეების ჩართულობა სპორტულ აქტივობებში სერიოზულად იყო შემცირებული, ინტერესი ნაკლები იყო. ამ პროექტმა შეძლო ის, რომ მოსწავლეები მოწყვიტა კომპიუტერს, გააქტიურა ისინი, მინდა გითხრათ, რომ საპილოტე პერიოდში უკვე 400-მდე სკოლა ჩაერთო, მაგრამ აგერ ერთი წლის შემდეგ ჩვენ უკვე 1200-ზე მეტი სკოლა გვყავს ჩართული პროექტში. ეს არის მათი სურვილით, ეს არ არის პროექტი, სადაც ვინმე ავალებს ჩართულობას სკოლას, სკოლა თვითონ გამოთქვამს სურვილს და თუნდაც ის როგორ ჩატარდა ეს ჩემპიონატი საპილოტე პირობებში და შემდგომში უკვე როდესაც ჩვენ მომავლის ბანაკში ვნახეთ მოსწავლეების აქტიურობა, მათი დაინტერესება და ინფორმაციის გავრცელება, როგორ მოახდინეს თვითონ მოსწავლეებმა პროექტთან დაკავშირებით, როგორ გახდნენ მოტივირებულები, რომ უფრო აქტიური ცხოვრების წესით ეცხოვრათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროექტმა თავისი მისიის შესრულება დაიწყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი სკოლა და მეტი მოსწავლე ჩაერთება ამ პროექტში. ამის დარწმუნებული ვარ, ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნება. და თუ გითხარი, აი კონკრეტულად რა ტიპის აქტივობებზეა საუბარი? და რომელ ქვეყნებში გაემგზავრებიან, ესეც საინტერესოა. პრინციპში ფეხბურთში გამარჯვებულები, ანუ მე მივყვები ერთ-ერთ გუნდს ხორვატიაში მივემგზავრებით და ქალაქი აი მან დამავიწყდა ქალაქში, პორეჩი, სადაც ჩამოსული იქნება 4 ქვეჯგუფი იქნება, 16 ქვეყნის გუნდი და პრინციპში ხორვატია, ჩინეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი და ისრაელი, ეს ქვეჯგუფი ბიჭებს და რა ვიცი, მე მგონი არ შეგვარცხნია. ასე ტენისის გამარჯვებულები არ მაგიდის შოგბურთის უკაცრავად გამარჯვებულები არიან ჩვენთან მე მასწავლებლები ილაპარაკებენ, ჩვენ ფედერაციის წევრები მიყვებიან, რომელიც ისრაელში ჩატარდება. არის გარბენი, კროსი, რომელიც ტარდება უნგრეთში და ლატვიაში ჩატარდება ესტონეთში ჩატარდება. რა მაგარი ყველა ძალიან გაუმართლა. აი ესეთი აქტივობები ჩემ დროს მაგალითად ნამდვილად არ იყო. არ ვარ ძველი თაობის წარმომადგენელი. უკვე გამარჯვებული ბავშვები არიან. გამარჯვებულები თბილისის სკოლები იმყოფებიან, სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდნენ, ქუთაისის ბიჭები გავიდნენ ესტონეთში, კალათბურთზე და ზუგდიდიდან გოგოების გუნდი. ძალიან მაგარი ბავშვები არიან და ლამაზ ეკიპირებაციათ, მე მგონი. კი, ნამდვილად, აი ყველანაირად პოპულარიზაციასაც ამ ხრივ გაუწევენ, რომ მათი გამარჯვებები და იმ ლამაზი ტანსაცმლთან რომლითაც ისინი წარდგებიან საქართველოს დროშის რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი პოპულარიზაცია მოახდინოთ ჩვენმა სპორტსმენებმა და ჩვენი ახალგაზრდები უკვე იწყებენ ამ ფულზაზე უკვე მიკიმაც მშვენივრად მოიგო თქვენი ეგრეთ წოდებული მიტყო და მიტოვებთ ამ კეპს. შემიმატო ამას, რომ პირველში საზეიმო გაცილება გვექნება სამინისტროდან ბავშვების საზეიმო საქართველოს დროშას გადავცემთ, რომ იქ ამაღათ ატარონ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პროგრამას თვითონ უცხოეთში აქვს საინტერესო განვითარება, ანუ ყველა ქვეყანა დელეგაცია წარადგენს თავის ქვეყანას, ანუ კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ ძეგლებს, ასე რომ ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ეს ხელს, ანუ მოპატიჟებაც ხდება. მართლა ძალიან კარგი პროექტია. მინდოდა რომ სამინისტროებს, ალკოჰოლ სამინისტროებს აგეგმები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი კითხვა უკვე პრინციპში პასუხი გაეცემა. და მასწავლებლებს მინდა ვკითხვა აუცილებლად, მათ ყველაზე კარგად იციან ამ ბავშვების ემოციების, მოტივაცია, რაც მათ აქვთ ამ პროექტის ფარგლებში. აი, ქალბატონო ნინო, გითხარით, უშუალოდ თქვენ ბავშვებთან გაქვთ შეხება და როგორია მათი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ? ნამდვილად ძალიან საინტერესო პროექტია. ძალიან ჩართულები არიან ბავშვები. შარშან თუ მონაწილეობას იღებდა რაღაც ნაწილი სკოლის, წელს ყველას უნდა მონაწილეობის მიღება და იმდენად მოტივირებულები არიან, რომ მე მგონი სწავლაზე მეტი დროის დათმობა უნდა უკვე სპორტის. პოპულარული გახდა. ძალიან პოპულარული გახდა და ძალიან სწორი და კარგი პროექტია, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან უწყობს ხელს პოპულარიზაციას ბავშვებში. და ბატონო ელბიჭი, თქვენც გითხარით ბავშვების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ეს პროექტი. მაყოფილები ვართ ბიჭების ყველანის დამეგობრდნენ სხვადასხვა რეგიონის ბიჭებთან და ახლა ალბათ სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთელებთანაც დამეგობრდებიან. პირველ რიგში ეს არის ჩართულობა, რომ ეს უფრო გამხიარულდნენ და უფრო ზოგადად ჩართულები იყვნენ ფეხბურთში.
როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. თვითონ პროექტი იმდენად კარგი მიზანი აქვს, რომ ემსახურება ჯანმრთელი ცხოვრების წესის განერგვას, რომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ბავშვი აქტიურად არის ჩართული. გეთანხმები ნამდვილად და რაღაცა ისეთი თუ არსებობს, აი რაღაც შეძახილები, რაღაცა კონკრეტული რაღაც ერთგვარი მესიჯები ხო აქვს ხოლმე. გამარჯვება ვისაუბროთ. სლოგანი აქვს პროექტს, რომელიც ასევე კონკურსის წესით იყო მიღებული. სწორედ ეს არის, რომ ვისაუბროთ გამარჯვება, ყველანაირი გამარჯვება, იმიტომ რომ როდესაც ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ჯანმრთელია, მას შეუძლია უკვე სხვა სიძნელეებიც დაძლევს. ამ პროექტს აქვს ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არა მესიჯი, არამედ არსი ის, რომ არ არის საჭირო იყო მაინც და მაინც სპორტსმენი. წინასწარი მომზადება არ არის საჭირო. მასიური სპორტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველა შეუძლია იყოს აქტიური და სწორედ ეს შეძლეს ამ ბავშვებმაც, ამ სკოლებმაც და რაც უფრო მეტი ბავშვი იქნება ჩართული ასეთ პროექტებში, მით უფრო ჯანსაღი და ბედნიერი მომავალი თაობა გვეყოლება. იმიტომ რომ თვითონ ეს პროექტი სახალისოა, კონკურსი ყოველთვის აჩენს შინაგან мотивაციას, გარკვეულ ასე ვთქვათ, ძალას მატებს, რომ გამარჯვებაზე იყოს ორიენტირებული და შესაბამისად ხელს უწყობს არა მარტო ფიზიკურ განვითარებას, არამედ ზოგადად ჯანსაღ ცხოვრებას, ამ მოსწავლეებში ბედნიერებისაკენ სწრაფვას. მაგრამ შედეგის მიღება ალბათ დავიწყოთ. შედეგით. სამბოლოოში გვინდა ჩებატონებთან ლაპარაკობ და ქალბატონიასთან, რომ 2 წელიწადში უკვე არა 58,000-ია, როგორც წესაა ჩართული, 300,000 ბავშვამდე გავიდეთ. თან მთელი საქართველოს ყველა სკოლა ჩართული იყო ამ ოლიმპიადაზე და მონაწილეობა მიიღო როგორც ადგილობრივ შეჯიბრებებში, ასევე საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატებში. და მოკლედ გითხარით სამომავლო გეგმების შესახებ. გარდა ამ პროექტისა, რა გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას, ფედერაციას და პრინციპში უპასუხა კითხვას სადღაც 4 წლის თავზე, ნუ სადღაც 2020 წლისთვის გეგმავთ, რომ გავაფართოვოთ როგორც სახეობების მხრივ ოლიმპიადა, ანუ უფრო მეტი სპორტის სახეობა იყოს 20-დან 25-მდე მაინც, სადაც შესაძლებლობა გვექნება ეხლა მარტივად დავთვალოთ სადღაც 20-25 ბავშვი თითო სკოლიდან რო იყოს მინიმუმ 1500 სკოლის მონაწილეობით ეს ციფრი ადვილად მისაღწევია, უკვე 300,000 ბავშვი გავალთ, რაც უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პირველ რიგში მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და სამწუხარო ის მონაცემების სტატისტიკა რაც არსებობს მაგ კუთხით ბავშვთა განვითარების თვალსაზრისით მე მგონი გაუმჯობესდება და იმედი მაქვს ბავშვებიც 1-2 სიტყვას იტყვიან თავის თავზე თუ აქ თავის საშუალება მინდა რომ მათაც გამოთქვან თავისი სურვილები. კი ბატონო, ბავშვები ნამდვილად მოტივირებულები არიან, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ჩვენთან არიან აქ და დილით არ დაიზარეს ყველა თითოეული მათგანი მოვიდა, ემზადებიან ისინი უკვე საზღვარგარეთ თავიანთი თავის წარმოსაჩინო კი ბატონო, უნდა ვისწავლოთ გამარჯვება. სლოგანი ძალიან მნიშვნელოვანია და დავენახოთ მაყურებელს როგორები ვართ, მე დავენახოთ მსოფლიოს და ნამდვილად ვასწავლოთ როგორ უნდა გამარჯვება. თქვენ ჩამოვსვით გამარჯვებით, მე აღვნიშნოთ სხვანაირად. კი ბატონო, პირველში საზეიმოდ გააცილებთ ამ ბავშვებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისე გავაცილებთ უკვე სხვა ჩემპიონატებზე და იმედი ასევე საზეიმოდ დავხსნებით მათ გამარჯვებულებს. თუ არ იქნება გამარჯვება, არც ეს არ იქნება პრობლემა, რადგან უკვე რომ ასეთ მნიშვნელოვან ამბავში იღებთ მონაწილეობას, ესეც მთავარია. წარმატება მინდა გისურვოს თითოეულ თქვენთაგან, ახლა კი მადლობას გადაგიხდით თქვენ სტუმრობისთვის, წარმატება ამ პროექტს, მომავალ პროექტებს. ჩვენ კი